And when the action begins, the referee George Ophilakina is Khalil Imamo. Don't break the rules. Let's come on. Check your foot. ჩვენ ახლა ვიხილავთ სატიტულო ბრძოლას, რომელიც არის 5 რაუნდიანი. ამ ბრძოლაში ცოტა მიკერძოვებული ვიქნები, რადგან ნარსაიძეს გულშემატკივარი ვარ. დაიწყო პირველი რაუნდი. აკვირდება მუხრანი არ ჩქარობს ზვერავს მოწინააღმდეგეს, ასე ვთქვათ. ნახოს რა შეუძლია, როგორ დაიწყებს, სად იხსნება და ასე შემდეგ. ელოდება საჩემპიონო ბრძოლაა და მით უმეტეს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, იმიტომ რომ სასწორზე ქამარიდევს. კარგი დარტყმა იყო ფეხში. გადაიყვანა მუხრანიმ თავის მოწინააღმდეგე. ნახოთ აქ რა შეუძლია. ზურგი აიღო. კისრის სამკუთხედი არ გამოვიდა. ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი რამე ვცადეთ. არა, ჯერ პოზიციის გამაგრებაა საჭირო იმისთვის, რომ იქიდან დარტყმები განახორციელოს, აქედან არ გამოვა. მოწინააღმდეგე იჭერს მის ხელებს, რომ დარტყმები არ ამუშაოს იქიდან, მაგრამ ვერ შეძლო მაინც მაგის დაჭერა და ეს დარტყმები მოხდა. ისიც ეშინოდა. გალიისკენ მიდის ვითომ რომ წამოდგომა მოახერხოს, მაგრამ არ მგონია ამას აზრი ჰქონდეს, იმიტომ რომ კარგად უჭირავს მუხრანს. დარტყმებს ანხორციელებს. ტანში შეუძლია აქ მარჯვენა ხელი ამუშაოს ურტყას. ისევ თავზე გადავიდა, კარგია. ფეხების შეკვრას ცდილობს, რომ ვერ ადგეს მისი მოწინააღმდეგე, რასაც ის ცდილობს სინამდვილეში, ამის საშუალება არ უნდა რომ მისცეს, მაგრამ მაინც გამოსდის. მშვენივრად მივიდა გალიასთან და ადგომას ცდილობს. ალბათ გონია, რომ დგომში უფრო მეტი შანსი ექნება. წამოდგა, წარმატებით განახორციელა თავის ჩანაფიქრი. წამოდგა. ემუშავება მუხრანს, მაგრამ შესანიშნავი გდება იყო. თავარია აქ მივიღოთ ის პოზიცია, რომელიც გვჭირდება. ეს მინდოდა, ეხლა აქ უნდა გამაგრდეს, არ გამოვიდა. ზურგი აიღო მუხრანმა. ძლიერ დარტყმებს უშვებს თავში. კარგია, კარგი პოზიცია, აქ უნდა შეკრას მოწინააღმდეგე. გამოძვრა მაინც. მაგრამ აზრი არა აქვს, აშკარად ძალიან ფიზიკურად არის მუხრანი, ძალიან ძლიერი და არ აძლევს საშუალებას, რომ რაღაც ბრძოლის ფრაგმენტი შეაცვლევინოს თავის მოწინააღმდეგეს, მაგის საშუალებას არ აძლევს და აქ მარტო იმას არ ვხედავთ, რომ რამე ტექნიკურად არის ძლიერი ან რამე ილეთს გვთავაზობს ისეთ რისი საშუალებითაც მოწინააღმდეგეს არ აყენებს, არა, უბრალოდ ფიზიკურად ისეთ ძლიერია, რომ ისე უჭირავს მოწინააღმდეგეს, რომ საშუალებას არ აძლევს, რომ წამოდგეს. აქაც ფეხები გამოაცალა, საშუალებას არ აძლევს, რომ ადგეს, რასაც ცდილობს ამდენი ხანია მისი მოწინააღმდეგე.
აქ მაინც უნდა იმუშაოს, დარტყმები გააკეთოს ტანში, სახეში, აი ახლა მარცხენა ხელი უჭირავს, რო ადგომის საშუალება არ მისცეს. კარგია, სამკუთხედზე გადავიდა, მაგრამ გადმოტრიალდა მისი მოწინააღმდეგე და ვერ მოახერხა. საკმარისი დრო არ ექნებოდა ამ საბმიშენს დასასრულებლად, ამიტომ დაასრულა დომინანტურად რაუნდი. კარგი რაუნდი იყო, ჩვენი რაუნდი იყო, მინდა უთხრა. შეიძლება დიდად პარტერის ცოდნით არ გამოუირჩევი, მაგრამ აშკარად ყველა პოზიციაში დომინირებდა. ჯერჯერობით არც ერთ მუხოს შეტევებზე წესიერი პასუხი არ ჰქონდა ჯეფერსონ მორეირას. მუხოს ძალიან კარგი გამძლეობა აქვს, აშკარად საერთოდ არ ეტყობა რაიმე ცვლილება სახეზე, რომ ან დაღალა ამ რაუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წუთიანი რაუნდებია და ძალიან რთულია, მოწინააღმდეგეს უფრო ეტყობა ნატანჯი სახე აქვს. ნახოთ რას იზავს მუხო შემდეგი რაუნდი. ისე ძალიან მშვიდად ელოდება ზვერავს მოწინააღმდეგეს. კარგი ჯები იყო, საკმაოდ ზუსტი იყო, კარგი გადაყვანა იყო, ისეთ მომენტში დაიჭირა ძალიან ზუსტ დროს, კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგეს გადაგდებული დარტყმა. ჩემი აზრით ამ პოზიციებში ყველაზე კარგი არის იდაყვით მუშაობა, იმიტომ რომ შოთა ბეთლემიძეს ბრძოლაზეც ვნახე, რომ საკმაოდ კარგად მუშაობს ეს რაც ზიანის მიყენება მეტოქესთვის ასეთი დარტყმებით, რომელმაც შეიძლება წარბი გახეთქოს და ბრძოლა მაგან დაამთავროს. ხო, აი ამ პოზიციაში მაინც უფრო ისეთ აი გააკეთა მუხომის, რასაც ვამბობდი. მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი პოზიცია ამ იდაყვების დასარტყმელად, რომ დააზიანო ისე მოწინააღმდეგე, რომ ბრძოლა გაჩერდეს. აი აქ იდაყვებით მუშა, აი აქ ტანშიც შეუძლია მარჯვენა ხელით დარტყმების განხორციელება მუხოს. მუშაობს ქვემოდან ჯეფერსონ მორეირა, თუმცა ზემოდან ძალიან მძიმე დარტყმებს უშვებს მუხოც. ეს ფეხებით რო ყავს შეკრული, რამე მომგებიან პოზიციას ნიშნავს? აქედან გამოცდილ ჯიცერს შეუძლია სამკუთხედზე გადასვლა და მრავალი საბმიშენის სტარტია აქედან იგივე არმბარი, იგივე კიმურა, ომოპლატა. ბევრი ვარიანტია. თუმცა უხრაინი ძალიან გამოცდილია და მაგის საშუალებას აშკარად არ აძლევს, იმიტომ რომ ეს პოზიცია წეღანაც იყო და ნუ იქიდან ვერაფერი ვერ მოახერხა მისმა მოწინააღმდეგემ. ორმა წუთმაც გაიარა მშვიდად წყნარად მუხოსთვის, კონტროლში ყავს მორეირა და არც ერთი საბმიშენი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს ამ ეტაპზე მისთვის. გადავიდა აქ. გამოვიდა ხო მაგ. ჰალფგარდში. აქ ცდილობს სამკუთხედის ბაზა შეიქმნას ხელებით და უნდა ამოაძრუნოს აქ ფეხი აუცილებლად და უკვე საბმიშენის დასრულებისკენაც დაიწყოს სვლა. შვენიერი სამკუთხედი. თავარია აქედან ამოაძრუნოს ფეხი. აი ეს ჩემი საყვარელი ილეთია დღეს გავარკვიე MMA-ში. გაიქცა. ძალიან გამოცდილია ჯეფერსონ მორეირა, მისი საბმიშენის ესე მარტივად ვერ დაიჭერ, ხო? საბმიშენების რაოდენობა მიგონიშნებს ამაზე. დასასრულისკენ მიდის რაუნდი. ნახევარზე მეტი გავიდა.
იდაყობით დანაყა აქ. ჩემი აზრით ეს პოზიცია ყველაზე კარგია იდაყვების დასარტყმელად, იმიტომ რომ აი როგორც განმეორდები შოთას ბრძოლაზე როგორც ნახე, ხო რაც მოხდა და აზიანებ მეტოქეს მორჩამ საჯი აჩერებს ბრძოლა მოგებულიდან. ჩემი აზრით ეს პოზიციაზე სულ იდაყვები უნდა ამუშაო. დარტყმის ხმა შეიძლება მაყურებელმაც გაიგო. ამპლიტუდური დარტყმა იყო მუხოს შესრულებით. ხო, როცა ესეთი უფრო შედარებით მძიმე წონებისკენ გადავდივართ, ყველა დარტყმა ისეთია რა, თავის დარტყმის ტონაჟი იზრდება და ზიანი იზრდება. აქტიურდა აქ მუხო. თუმცა სადაც მეტი ჭირდება, მეტი აქტიურობა და მეტი ზიანი ბრძოლის გასაჩერებლად. ვინაიდან საჩემპიონო ბრძოლებია და არა, გასაჩერებელი ბრძოლა ნამდვილად არ არის, შეგვიძლია კიდე მოდევნოთ თქვა. უცე ნაკლები რჩება. შესაძლოა რომელიღაც საჯის ფურცელზე ეს რაუნდი 10-8 იყო შეფასებული, საერთოდ არ გამიგვირდება. აშკარად ყველა პოზიციაში ვაკონტროლებთ, მაგრამ რაღაცა ისეთი დარტყმის ან ილეთის გაკეთების საშუალებასაც არ გვაძლევს, რაც რეალურად უფრო მალე დაგვასრულებინებს ბრძოლას, ხო? არ მგონია მთლად კომფორტული მოწინააღმდეგე იყოს მუხოსთვის ახლა ეს რაღაც გააქტიურა. კლავ ფეხში თუმცა დაიცვა აქ ჯეფერსონ მორეირამ 20 წამზე ნაკლები რჩება რაუნდის დასრულებამდე. მოიშორა მუხომ და საბოლოოდ მომგებიან პოზიციაში აქ დაიწყო მუხომ დასვენება. შესაძლოა ზიანზე აღარც იფიქროს, უბრალოდ დაწნეხოს მეტოქე. რა თქმა უნდა ეს რაუნდის ჩვენი იყო. კარგია. აშკარად მუხო უფრო კომფორტულად მიწაზე გრძნობს თავს და ორივე რაუნდში ეს ბრძოლა ქვემოთ გაატარა. რატომაც არა, როცა მანდაც დომინანტია. კარგი იყო. მაგრამ მე მაინც უფრო მეტი დარტყმები მჭირდება, მაგრამ პარტერის მოყვარულებს, ჭიდაობის მოყვარულებს ალბათ ეს სიამოვნებოდათ ეს ბრძოლა. დიდი ალბათობით ორივე რაუნდი ჩვენ მხარეს არის, მაგრამ ჯეფერსონ მორეირა ძალიან სახიფათო, არც ერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, თავის დაზოგვა, მაქსიმალურად სრული კონცენტრაცია ბრძოლაში. მოსუფთავდა ოქტაგონი და ჩვენ მესამე რაუნდში ვართ. ასვენებს ხელებს, ალბათ ჭიდაობაში დაებერა ხელები და დაასვენა ცოტა. რთულია ახლა ამდენი ილეცესა და გადაყვანა და ლოგიკურია, რომ ამ დროს ხელები ჩემი აზრით წინ თუ უნდა იაროს და შეტევები განახორციელოს ჯეფერსონ მორეირა. საერთოდ არსად არ ეჩქარება ახლა მუხომ არსავიძეს. კარგი დარტყმა იყო უკანა ხელით. ოვერჰენდი დაატარა, მაგრამ თვითონაც გაატარა. გაუძრა დარტყმა, აქ ტეიქდაუნი ცადა და საბოლოოდ თავის დაშვებულ შეცდომას ჯეფერსონ მორეირამაც შეცდომით უპასუხა და აპელირებს რომ ფეხი გამიცურდაო კანვაზე. შესაძლებელია ფეხიც გასცურებოდას და სრულია ოქტაგონი. ძალიან კარგად ცდილობდა გალის დახმარებით. კი, გალის პოზიცია გაეუმჯობესებინა ჯეფერსონ მორეირას. კარგად ცდილობდა ძალიან, მაგრამ ფულმაუნზე ცდილობს გადასვლას და გამოზდის კიდეც. მე მგონი უბრალოდ კარიდან ცდილობს გასვლას. მუხოს მოწინააღმდეგე. ბოლო ეგ დარჩენია. აქ ჩააცურა ხელი. მგონი კარგად აქვს შეცურებული, თუმცა არა. არა, ნიკაპი აქვს ჩაყოლებული.
არ ქონდა ტანი კარგად დაფიქსირებული და მაგიტომ შეძლო ესე მარტივად გამოძრომა. შეიძლება იმ პოზიციაში სადაც უკვე მუხო თვითონაც გრძნობს რომ რაღაცა ისე არ გამოდის, ძალას აღარ ხარჯავს ახლა და ხელებს აღარ იღლის ტყუილად, თვითონ გამოდის მაგ პოზიციიდან და დიდ დროს აღარ ხარჯავს იქ. საკმაოდ მე ვიტყოდი რომ საკმაოდ ჭკვიანი ბრძოლია. მუხოზე ვიტყოდი. რომ საკმაოდ იცი როგორ მიყავს ბრძოლა, თან შეიძლება რაღაც სასწაულს ანახაობას ისეც არ ქრის, მაგრამ ძალიან უტრამოდ ჩაატარა ბრძოლა, არ მგონია რამე შეიცვალოს. საკმაოდ ჭკვიანურად და ზედმეტი ზიანი მიიღო თვითონ, ყველა რაუნდი მოგებული აქვს, აკონტროლებს, ყველა პოზიციაში დომინანტია. არც ტრავმები არ აქვს, ბრძოლა კიდე მოგებული აქვს ფაქტიურად. ჯერ 2 რაუნდი წინ არის, მოულობს არ გაუსწროთ. უცებ დამავიდ, ხო, 5 რაუნდიანი ბრძოლა, აღარ მახსოვდა, 3 მეგონა, მართალია, მოვლენებს არ გაუსწროთ, მაგრამ დატანჯა მოწინააღმდეგე ესე გეტყვი. არა მოასუნთქა არც ერთ პოზიციაში და ჭიდაობასაც აქვს დონეები და რამოდენიმე დონით აღემატება მუხრანას ავიძე ჯეფერსონ მორეი. მაგიტო თქვი მოჭიდავისთვისაც ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება ეს ბრძოლა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად მუშაობენ. ჩვენ ვიცით რომ ამ ბრძოლას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება. მაინტერესებს როგორი იქნებოდა მისი შეფასება ამ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ვისაც ეს ბრძოლა დაინტერესებს, დიდი ალბათობით ეგ არის. ჩვენი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილის ჭიდაობაში. ძალიან დაღლილია უკვე მოხდის მოწინააღმდეგეც. ფაქტობრივად მისი ცდილობები ყველაფერი უშედეგოდარი და ჩემი აზრით, ხა ეს რაუნდი კი უკვე დასასრულისკენ მიდის და ამ პოზიციაში რომ ციყვნენ არაფერი, უბრალოდ შემდეგი რაუნდი ჩემი აზრით ცოტა უფრო დარტყმებზე და სხვანაირად ზიანის მიყენებაზე ვიფიქრებდი მუხოს ადგილზე, იმიტომ რომ აშკარად მისი მოწინააღმდეგე ძალიან დატანჯულია, დაღლილია და ჩემი აზრით ეხლა უფრო თავისუფლად შეუძლია რომ მუხომ დგომში იმუშაოს და დარტყმებზე იმუშაოს და უფრო მეტი სანახაობა გვანახოს და ცოტა ჩვენც გვასიამოვნოს ვინც დგომში ბრძოლას ველოდებით. ჩემი აზრით დროა ცოტა გათამამდეს და რამე ახალი სცადოს. მესამე რაუნდი და უკვე შევდივართ საჩემპიონო რაუნდებში. საინტერესოა თუ აქვს რაიმე მომზადებული ბრძოლის ბოლოსთვის ჩვენს პორტუგალიელ მებრძოლს. აშკარად ენერგიულად გამოიყურება, არ გზნობს თავს დაღლილად. ცენტრში ელოდება მუხრან ნარსავიძეს ჯეფერსონ მორეირა. იწვევს ჩხუბში. მეოთხე საჩემპიონო რაუნდი. აი აქ მინდა რომ უფრო მუხომ ცოტა სანახაობაზეც იფიქროს და დგომშიც გააკეთოს რაღაც დარტყმები. მუხო ისევ გადასვლაზე კარიერის მანძილზე გამოირჩევა ბრძოლის ჭკვიანად წარმართვით. მან იცის რა არის საჭირო ბრძოლის მოსაგებად.
ძალიან პრაგმატული გეგმით გამოირჩევა ის ყოველთვის. ისევ იგივე სურათს ვხედავთ. და მე ვისურვებდი, რომ იგივე სურათი არ დამიდახა, მაგრამ თვითონ იცის მუხომ თავის საქმე, სასწორზე ქამარიდევს და მე ვერ გადავუწყვეტავ ნამდვილად რა უნდა გააკეთოს მოგებისთვის, მშვენივრად მუშაობს, რაუნდები მოაქვს. აშკარად თვითონ ძალიან საღად კარგად აკონტროლებს, აფასებს სურათს და რაც ჩემპიონობამდე მიიყვანს, იმსულებს აკეთებს. კარგად მუშაობს, ეხლა ეგ დატყვევი უნდა გააგრძელოს. თავი მანდედან უნდა ამოიღოს, კარგია, ზურგი აიღო. დატყვევების რაოდენობა კარგია. შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად საზიანოდ ეს დატყვევი არ გამოიყურება, მაგრამ ქულები მაინც იწერება, მცირედ ზიანს მაინც აყენებს მოწინააღმდეგეს და ნამდვილად ეგ დატყვევით რაც ახლა აკეთებ და მუხო მნიშვნელოვანია. კარგად აკონტროლებს პოზიციას, ვითომ მოწინააღმდეგე წამოდგომას ცდილობს გალიის საშუალებით, მაგრამ კარგად უჭირავს და არ მგონია ეგ ცდილობა გამოიყენოს, რაღაცას გვანიშნებს მისი მოწინააღმდეგე, თვალში თითი მომხვდაო თუ რაღაც გავსი, მაგრამ არ ყოფილა. კარგია, მარცხენა ხელით დატყვევი უნდა განახორციელოს, კარგად უჭირავს, რომ ვერ ადგეს მოწინააღმდეგე. მაგრამ რომ ადგეს არ მგონია დიდად რამე სასწაული მოახდინოს, იმიტომ რომ აშკარად უკვე აღარ შეუძლია. ფეხები შეკრული აქვს, სადაც ადგომის და მუშაობის საშუალება რო არ მისცეს, როგორც ხვდები. კარგად მუშაობს. აი აქ ჩემი პატარა აფეთქება და რამე სერიების გაკეთება ტანში თავზე გადასვლით ძალიან კარგი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, მოხდებოდა. ხელებს უჭერს. ილეთს ცდილობს გადავიდეს. აი ეს სიდაყვი, რასაც მუხოს კუთხე ეძახდა მთელი ეს რაუნდი, რაც ამ პოზიციაში იყვნენ, ეგ იდაყვი განახორციელა და ზუსტად მიზანშიც მოხვდა. კარგია ტანში დარტყმები. შეიძლება რაღაც განსაკუთრებულ ზიანს ამ მომენტში არ აყენებდეს, მაგრამ ტანში დარტყმები, როგორც ჩვენ ვიცით, შემდეგ რაუნდებზე მოქმედებს ძალიან, გამძლეობაზე მოქმედებს ძალიან და ეს ნამდვილად ეს მუშაობა და ეს დარტყმები უკვალოდ არ დაიკარგება და მოკლედ ყველა ის ნაბიჯი, რასაც მუხო ეხლა აკეთებს, ძალიან სწორია იმისთვის, რომ ეს ქამარი სახში წაიღოს. ეგ მარჯვენა ხელი ჩემს ჯობია ტანში ამუშაოს. 15 წამი გარჩება მეოთხე რაუნდის დასრულებამდე. სცენარი იგივე, შედეგი იგივე. არ გავს ჯეფერსონ მორეირა იმ სპორტსმენს და იმ მებრძოლს ამ კონდიციებში, რომელიც მეხუთე რაუნდში გარდამტეხსულებებს შეიტანს და ფინიშზე გაიწევს მუხო ნახსაბიძესთან. არა, გამორიცხულია ეგ ამბავი. ერთი მე მიხილავ MMA-ში და მეორე ეს მოიგებს ახლა ამ ბრძოლას.
ამოგიწურე იმედები. მგონი ძალიან ბევრი MMA-ის გულშემატკივარს ამ წამს გული დაწყვიტე. და ბევრი კრივის გულშემატკივარი გავახარე. მე ძალიან მიყვარს GFC-ის ორგანიზაცია, ყოველთვის აუღნიშნავ მაგას და ძალიან მიხარია რომ მიმიღეს. ძალიან კარგი ორგანიზებულია, ძალიან დალაგებული აქვს ყველაფერი. და ძალიან დიდი სიამოვნებაა მოკლედ თქვენს ივენტზე მონაწილეობის მიღება. მაგრამ კრივის ხელთათმანებით. კარგია, ვიწყებთ საჩემპიონო ბოლო რაუნდს. რა სასწაული უნდა მოხდეს ახლა? ვერც ვერანაირი. ეს რაუნდი გამიხარდებოდა, რომ ცოტა ფეხით დარტყმები, რაღაც low kick-ები ჩაერთო, front kick-ები ჩაერთო. მუხოს კარგი ჯები იყო, ისევ ფეხში გადავიდა, ისევ. გალის დახმალ არა, აზრი არა აქვს, მაინც აქცია. რეაქციული ტეიქდაუნი, სადაც თავს მშვიდად წყნარად გზნობს, მიწაზე გადაიყვანა. მიხვდა რომ 4 რაუნდის მანძილზე ვერაფერი დაუპირისპირდა ჯეფერსონ მორეირამ ქვემოდან და რატომ უნდა შეცვალოს გეგმა? მშვიდად მიყავს საჩემპიონო ბრძოლა დასასრულისკენ. ნაკლები საფრთხით. კი, მაგიტომ აღვნიშნე წეღანო, ძალიან ჭკვიანურად იქცევა, ნაკლები საფრთხით, უტრამბოდ, 5 რაუნდის საჩემპიონო ბრძოლის ესე კარგად ჩატარება, რომ სრულიად დაუზიანებელი გამოხვიდე ოქტაგონიდან, ძალიან ბევრ რამეზე მეტყოლებს. ყოჩაღ მუხოს კარგად ჭკვიანურად მუშაობს. შემდეგი ასე შეძლებს, რომ შემდეგი ბრძოლა ძალიან მალე ჩაატაროს. ძალიან წარმატებით მისდის ეს ბრძოლა. იცი რა არის ეს მეხუთე რაუნდი უკვე ვუყურებთ ჩვენ აქ დაბლა მუშაობას და ძალიან გამიხარდება თუ ბრძოლა დასრულდება რაიმე კარგი ილეთით. ან ხელის მტკივნეულით, ან სამკუთხედით. როგორც წეგან აღვნიშნეთ, ბრაზილიის დაფინიშება ყოველთვის მასე რთულია, ხო? რამდენჯერმე ართულებს საქმეს. თუმცა წარმომავლობა არაფრის გარანტია არ არის, რა თქმა უნდა. საკეთებს გარდში ყავს ახლა ჯეფერსონ მორეირას მუხრა ნარსაულიძე, თუმცა არანაირი აქტიურობა არ შეინიშნება. როცა მეტოქე გარდში ყავს და შენ შეგიძლია საბმიშენები, როგორც წეგან აღვნიშნეთ, აქვს კარიერაში მრავლად გამარჯვება მოპოვებული მტკივნეულ მახრჩობელებით, უნდა იყო მეტად აქტიური, უნდა ცდილობდეს საბმიშენებზე გადასვლას. სხვადასხვა დონეზე უწევდა მეტოქეს, რაც ჯეფერსონ მორეირას ბრძოლაში საერთოდ არ გვინახავს.
ერთადერთი რასაც ჯეფერსონ მორეირა გვაჩვენებს არის კარგი თავდაცვა პოზიციური შეტევებისგან, რომელიც პოტენციურ საბმიშენამდე მიგვიყვანს მუხოს პერსპექტივით. აღნიშნავს უკვე მუხოს კუთხე გამარჯვებას. ბოლო 6 წამში გააქტიურება ჯეფერსონ მორეირას, შედეგს არ მიცემს. დასრულდა საჩემპიონო ბრძოლა. 5 რაუნდიანი დომინაცია. ნულოვანი შანსი ალბათ ჯეფერსონ მორეირას. დღევანდელ 25 წუთში. მუხომ ძალიან კვიანურად გადააგორა 5 რაუნდი. და კამერით წავა სახლში. ქონდა გეგმა, რომელსაც მიყვა ბოლომდე. შეასრულა და უსურვებთ, რომ ყველა ბრძოლა ასე უტრამოდ დაესრულებინოს, მით უმეტეთ სატიტულოები ასე მარტივად. ამ ლამაზ კამერს სწორედ მუხონ არსავიძე შემოიწყავს წელზე. Ladies and gentlemen, round 2. The new champion will be awarded by the champion's belt by the president of GFC, Mr. Gyuri Kabalashvili. The champion will be awarded by the renowned champion and national hero of Georgia, Mr. Vladimir Kindergashvili. მუხონ ნარსავიძე. After 5 rounds to go to the judges' scorecards for decision, the judges score this contest for the winner and